ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა თემა სახელწოდებით რა მიდის ჩემი ცხოვრებიდან და რა მოდის ჩემ ცხოვრებაში. ძალიან ბევრი თქვენგანი მომართავთ ამ კითხვასთან დაკავშირებით პირადში და რა თქმა უნდა, ეხლა გავაკეთებ მათთვის, ვისაც რა თქმა უნდა არ აქვს საშუალება რომ პირადი კონსულტაცია გაიაროს. ზოგადად ინფორმაცია თქვენთვის რა მოდის თქვენ ცხოვრებაში და რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან. ხოლო მათ ვისაც გჭირდებათ პირადი კონსულტაციები, შეგიძლიათ მომართოთ Instagram-ის ან Facebook-ის გვერდზე. ან დამიკავშირდეთ ნომერზე 551-1128-68 WhatsApp-ზე შეგიძლიათ რომ მომწეროთ. მან შესაძამე რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან? ძალიან კარგი. შეხედეთ როგორი მომენტი არის აქ პირდაპირ მნიშვნელობით რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან და ყველაფერი ის სანერვიულო სიტუაციები, ის რაზეც გქონდათ კონფლიქტური თემები, როგორც საკუთარ თავთან, ასევე სანერვიულო სიტუაციები, გარშემოყოფების კუთხით დაულაგებელი თემები, ყველაფერი ეს უარყოფითი თქვენი ცხოვრებიდან მიდის პირდაპირ მნიშვნელობით და სამყაროს არკანის მდგომარეობით იხურება ეს ყველაფერი, ხო, გადააბიჯებთ კონკრეტულად ახალ მდგომარეობაში. რაც სიტუაციურად მოისაზრებს ახალი ფურცლიდან ცხოვრების დაწყებას სიტუაციის კუთხით, ხო? შესაბამისად, თქვენი ცხოვრებიდან მიდის სტრესული თემები, სანერვიულო სიტუაციები, კრიზისული მდგომარეობა, ფინანსური საკითხების კუთხით იქნება პირადი ურთიერთობების კუთხით თუ ნებისმიერ მიმართულებაში, რაც თქვენთვის იყო სანერვიულო თემები, განულების პოზიციაში გადადიხართ, ხო? ეს კონკრეტული გავიგეთ, რაც მიდის, ასე ვთქვათ, თქვენი ცხოვრებიდან. მოდი ახლა კონკრეტულად ვნახოთ, რა მოდის თქვენ ცხოვრებაში, ხო? ესეც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის. რა მოდის თქვენ ცხოვრებაში, ვინც არსებულ ვიდეოს ნახავთ? ფინანსური სტაბილურობა, ზოგადი სტაბილურობა, როგორც ცხოვრებისეული ფაქტორების კუთხით, ასევე რა თქმა უნდა მატერიალური კუთხით უფრო მეტად დასტაბილურდებით. ემოციური კუთხითაც შეიძლება ითქვას, რომ მომენტებში პატარ-პატარა ერთგვარი დეპრესიების თემებმა შეიძლება შემოგიტიოთ სიტუაციურად და გქონდეთ მომენტი, რომ აი რაღაცა უფრო მეტის მოთხოვნილება გაქვთ, განსაკუთრებით ფინანსურ თემებში შეიძლება იმაზე უფრო მეტი მოგინდეთ, ვიდრე სიტუაციურად შეიძლება გქონდეთ, მაგრამ ესეც დროებითი აი წარმოგიდგენთ 1 საათიანი წამოვლითი მდგომარეობები, რო ვთქვათ, ხო, აი ესეთ სიტუაციები შეიძლება იყოს და მთლიანობაში რა მოდის უფრო გრანდიოზული კუთხით, რომ შევხედოთ მფარველობის პოზიცია და ასევე სტატუსი შენ ცხოვრებაში. გექნება ისეთი მომენტები, სადაც საკუთარი თავის დამკვიდრებას მეტად შეძლებ, უფრო მეტად შესამჩნევი იქნები სხვისი მხრიდან, უფრო მეტად გექნება მხარდაჭერა სამყაროსგან. ჩათვალე, რომ სამყარო ამ მომენტში უფრო მეტად აქტიური არის შენთვის და უფრო მეტი სიძლიერის გამოვლინება გექნება საკუთარი თავის დამკვიდრება, ვამბობ საკუთარი თავის დამკვიდრება, სიძლიერე, მფარველობა და პირდაპირ ამოდის იეროფანტის მდგომარეობა, ხო? საკმაოდ კარგი პერიოდი გეწყება, უბრალოდ გახსოვდე შენ, რომ ყოველი, ასე ვთქვათ, ბნელი ღამის შემდეგ მოდის დღე, რომელიც მზის სხივებით ანათებს ცხოვრებას. თავარი არის გქონდეს მეტი პოზიტიური განწყობა, მეტი იმედი და შესაბამისად ყველაფერი უკეთესობისკენ იქნება. შენ ხარ ადამიანი, რომელიც არის მართველი, შენ ხარ პიროვნება, რომელსაც აქვს პოტენციალი დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოს, ირწმუნე საკუთარი თავის, ირწმუნე საკუთარი შესაძლებლობების და ყველაფერი კარგად იქნება. როგორც სამყაროს, ასევე მე მჯერა, რომ შენ ეს ყველაფერი შეგიძლია. შეგიძლია, რომ არსებული მაგის არკანი დასკრინო და შეინახო, როგორც კი საკუთარ თავში გექნება გარკვეული სახის კონფლიქტი და მომენტი, როდესაც ვფიქრობ, რომ რაღაცა ისი არ გამოდის, რომ რაღაცა არ შეგიძლია, შეხედე არსებულ სკრინს, არსებულ კარტს და თავადვე მიხვდები, რომ ყველაფერი შეგიძლია. სამყარო შენ მხარეს, ყოველივე კარგი შენ. აი ესეთი იყო არსებული ინფორმაცია თქვენთვის, გისურვებთ წარმატებას ნახვამდის.